გილოცავთ დღევანდელ დღეს პირველ რიგში. ეს არის ტაძრის დღესასწაული. ისედაც ყველა წირვა დიდი დღესასწაულია, მაგრამ დღევანდელი დღე განსაკუთრებით. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება არა სამხიარულო თემაზე წავმართო, არამედ დასაფიქრებელზე და შიშის მომგრულზე. თქვენ ყველამ გუშინ უყურეთ რა დაემართა ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოს, რომელიც მსოფლიოს სახელმწიფოთა შვიდეულში შედის, ანუ მსოფლიოში არსებული ამდენი უამრავი ქვეყნებიდან ის შედის შვიდეულში, არის ეს სახელმწიფო, ესე ვთქვათ, მისი წარმოებული პროდუქცია, მისი წარმოებული ნაწარმი თვითონ ქვეყნის სახელის სცენება, ყველა მთელ მსოფლიოში იწევს მოწიწებას, შიშს, რიცს და ნახეთ, წუთ ნახევარში რა დღეში ჩააბდო ღმერთმა ეს ქვეყანა. მოხდა მიწისძვრა თავის აზარელი შედეგებით და თავის საკმაოდ მძიმე კადრებით რაც ტელევიზორში ანახეს. სახელმწიფო, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა მსოფლიოში, ღმერთმა ნახეთ რა დღეში ჩააბდო, რამხელა შიში, გლოვა, ტირილი შეძრწუნებულები არიან, ჯერ კიდე ბოლომდე არ არის. ნათელი რამდენი ადამიანი დაიღუპება, ეს ტალღები დაიძრა, ამერიკისკენ წავიდა ხალხი გარბის სანაპიროდან. ცოტა ხნის წინ თქვენ ნახეთ, როდესაც იგივე მიწისძვრა მოხდა ჰაიტიში რა უქნა ხალხს, ჩილეში რა უქნა. ტაილანდში რამოდენიმე 4-5 წლის წინ მილიონამდე კაცი დაიღუპა, ოკეანეში მიწისძვრა მოხდა, ტაილანდის მთელი სანაპირო აღგამა მიწისაგან პირისა და მადაგასკარამდე, აფრიკამდე ჩავიდა. თქვენ ნახეთ ზამთარში ამოფრქვეული ვულკანის შედეგად მთელი ევროპა, რომელიც მსოფლიო გული, სული და ტვინი არის მსოფლიოსი, როგორი პარალიზებული და უსუსური იყო და ვერც თვითონები დაფრინავდა, ვერც მოძრაობდნენ, ხალხი სიცივეში ათევდა ღამეს აეროპორტებში. ეს არის იმის ნიშანი იმისა, თუ რა შეუძლია ყოვლად შემოვქმნათ ღმერთს, ყოვლად კეთილს და ყოვლად მოწყალეს. მე შემთხვევით არ ვიმეორებ რამ სიტყვას. ღმერთია ყოვლად კეთილი, ყოვლად მოწყალე და ყოვლად სახიერი. იბადება კითხვა, თუ ესეთია ღმერთი, მაშინ რატომ დაუშვა უფალმა ამხელა განსაცდელები და რატომ უშვებს უფალი ესეთ განსაცდელებს კაცობრიობას? დიახაც, ღმერთი ყოვლად კეთილია, ყოვლად მოწყალეა, ყოვლის მცოდნეა, ყოვლის შემძლებელი, მან ყველაფერი იცის. ღმერთში ყველათვისება, მოწყალება, მათ შორის სამართლიანობაც არის თანაბრად. ღმერთი არის არა მარტო ყოვლად მოწყალე, არამედ ყოვლად წესიერი, ყოვლად მკაცრი და ყოვლად სამართლიანი. თქვენ გახსოვთ ძველი აღთქმიდან, როდესაც დედამიწაზე კაცობრიობა გაიხსნა და გახსნა უდიდეს ზნეობრივ დაცემის ზღვარს მიაღწევ, იმის იქით უკვე წასვლა აღარ შეიძლებოდა. როდესაც დედები შვილებთან წვებოდნენ, დები ძმებთან წვებოდნენ, აღარ არსებობდა არანაირი სიწმინდე, ღმერთმა დაუშვა წარღვნა. წარღვნის ტარღებმა მთელი დედამიწა დაახჩო. მოხუცები, ავადმყოფები, ჩვილი ბავშვები, ჯერ კიდე დაუბადებლები, ბევრი მათგანი დედის მოცილში იყო, დაიღუპა ეს ხალხი. თქვენ გახსოვთ ღმერთმა იგივე გარყვნილების გამო როგორ დაშაცა სოდომი და გომორი და დღეს ამ ქალაქების ნანგრევები არის მკვდარი ზღვის ფსკერზე პალესტინაში და იმ ადგილას სადაც ეს ქალაქები იყვნენ, მკვდარი ზღვა არის. ანუ იმდენად დიდია გოგირდის და მარლის შემცველობა ამ ზღვაში, ზესიდან წამოსული ცეცხლი რო წამოვიდა წუნწუბასი, აი დაგროვდა ერთ ადგილას, რომ იქ არაფერი აღარ ცხოვრობს ამ ზღვაში და მას მკვდარი ზღვა ქვია. იმის ფსკერზეა სოდომი და გომორი. ღმერთი ყოვლად სამართლიანი და რატო? სანამ წარღვნა დაიწყებოდა ღმერთი 120 წელი, 120 წელი არ ვაზვიადებ. ნოეს პირით აფრთხილებდა კაცობრიობას, რომ გარყვნილ კაცობრიობას, დაცემულ კაცობრიობას. ნოე ეუბნებოდა, რომ ღმერთი დაგждით. პასუხს მოგკითხავთ. შეწყვიტეთ ხალხო უზნეო ცხოვრება, სიძვა, მრუშობა, გარყვნილება. და როდესაც ნოე გემს აშენებდა, კიდობანი იყო ეს დიდი გემი, თის წვერზე და ეკითხებოდა რა საკეთებო, გემს ვაშენებო და იძახოდნენ გიჟიაო.
თუ გემს აშენებსო, ზღვის ნაპირას მაინც ააშენებსო, თის წვერზე ვის გაუგია გემის აშენება. 120 წლის გაფრთხილების შემდეგ ღმერთმა დაუშვა წარღვნა. აიცით რითიც გათავდა ეს ყველაფერი. სოდომში და გომორში ღმერთი თვითონ ჩავიდა სოდომელების და გომორელების შესაგონებლად. იქ არაერთხელ მათ შეაგონებდა თვითონ ადამი თავისი წესიერი ცხოვრება, აბრაამი თავისი წესიერი ცხოვრების წესით. თვითონ სოდომში და გომორში ცხოვრობდა ლოთი, აბრაამის ძმისშვილს, ლოთი ერქვა სახელი. ლოფ. და თავისი სწორი ცხოვრებით ამხელდა მათ. მაგრამ უზნეო სოდომელებს და გომორელებს სასაცილოდ არ ყოფნიდათ ეს ყველაფერი და ბოლოს თვითონ უფალი ჩავიდა ამ ქალაქში მათ შესაგონებლად ჭკუაზე მოსაყვანა და გადაწყვიტეს ღმერთისთვის შეურაცხყოფა მიეყენებილად და მისი შეცვლება გადაწყვიტეს. იქამდე გაგიჟდნენ და იქამდე გახელდა ადამიანი და კაცობრიობა რომ ღმერთისთვის გადაწყვიტა შეურაცხყოფის მიყენება. და ღმერთმა სოდომი და გომორი დაწვა. ღმერთი უსამართლო იქნებოდა მას რომ არ გაეფრთხილებინა წარღვნამდე და უცმად დაეწყო წარღვნა. ღმერთი უსამართლო იქნებოდა მას რომ სოდომი და გომორისთვის არ გაეფრთხილებინა ისე დაესაჯა. ღმერთი უსამართლო იქნება თუ ის არ გაგვაფრთხილებდა მეორედ მოსვლამდე რეები მოხდება დედამიწაზე ადამიანების ზნეობრივი დაცემის სულიერი დაცემის გამო და ისე დაეწყო მეორედ მოსვლა. აი ღმერთი მაშინ ნამდვილად უსამართლო იქნებოდა. მაგრამ სახარებაში ხო პირდაპირ წერია რომ ბოლო ჟამს დედამიწაზე გავრცელდება უზნეობა, გარყვნილება, მამათმავლობა, დედათმავლობა. თეთრზე იტყვიან შავს, შავზე იტყვიან თეთრს. ქალები დაემსგავსებიან კაცებს, კაცები დაემსგავსებიან ქალებს. შვილები იქნებიან მშობელთა ურჩნი. ადამიანებს დაავიწყდებათ ღმერთი, დასცილდებიან ღმერთს, ანუ დაიწყება დიდი განდგომილება დედამიწაზე. და ღმერთი სანამ მეორედ მოსვლა დაიწყება ადამიანთა ჭკუაზე მოსაყვანად დაუშვებს იქნებიან ადგილ მიწისძვრანი დიდდიდნი. მაგრამ ომები, მაგრამ ეს ჯერ მშობიარობათა ტკივილების დასაწყისია უწერია. ახლა წარმოიდგეთ მეორე მოსვლის დროს რა იქნება. მიზეზი ესეთი სიმკაცრისა და ღვთის ესეთი გადაწყვეტილებისა რა არის? ამის მიზეზი არის დედამიწაზე გავრცელებული უზნეობა და გარყვნილება. იაპონიაში საერთოდ ქალწულების ინსტიტუტი აღარ არსებობს. ქალი სანამ გათხოვდება თვითონ შეულობს ფულს თავისი სხეულის ყიდვით, აგროვებს ამ ფულს და ამით ითხოვდება. ყველა ფეხის ნაბიჯი არის სამეძაო სახლები და სამარცხვინო კი არ არის. არის შეულებრივი მოვლენა. თქვენ გახსოვთ, როდესაც ტაილანდში იგივე მიწისძვრა მოხდა და რა გაუკეთა ტაილანდის ეს არის ცნობილი კურორტები ტაილანდის, სადაც ჩადიოდნენ მამათმავლობისათვის ბავშვებთან. სპეციალური ტურები იყო, ევროტურები, ბილეთს ყიდულობდი, იცოდი რომ ამ ტურში შედიოდა გარყვნილი ცხოვრების დამყარება ბავშვებთან 10 წლის, 9 წლის, 11 წლის. კონსულები იყო, სადაც და პლაჟები იყო და ქალაქები, სადაც საერთო ტიტულები დადიოდნენ. ერთი კონსული იყო, სულ ტიტულები დადიოდნენ, იქ იძახდნენ 60-ს ეძახდნენ, ანუ დასცინოდნენ 60-ს. და იძახდნენ, როგორც ადამი დევა ტიტულები დადიან 60-ში, ასე დადიოდნენ. ეს კონსული აღარ არსებობს 13 წლის შემდეგ. გადაუარა საერთოდ ყველა წყალმა. და იცით რომ ტაილანდში ცუნამის, წყნარ ოკეანეში ცუნამი რომ წარმოიქმნა მიწისძვრის შედეგად დაახლოებით მილიონამდე კაცი დაიღუპა. თვითონ ტაილანდში და აფრიკამდე მიაღწია და უამრავი მსხვერპლი და უამრავი ვაება გოდებოდა ცრემლი. მაინც არ მოვიდა ადამიანი ჭკუას. ჩვენ თუ გავიხსენებთ საქართველოს ისტორიაში იგივე ხდებოდა. ერთ მომენტში შეგახსენებთ საქართველოს ისტორიიდან, ქართლის ცხოვრებიდან, ეს არის მე-13 საუკუნე 1254 წელი, დავით ულუს მმართველობის პერიოდი, ეს არის ლაშა გიორგიშვილი. ლაშა გიორგის უზნეო ცხოვრების გამო და თვითონ იყო მიმცემი მაგალითის არასწორი ცხოვრებისა, ერმა მიბაძა მეფეს, დაიწყეს გარყვნილი ცხოვრება. მეფესავით დაიწყეს ქალებში სიარული თავადებმა. გავრცელდა ორცოლიანობა, მამათმავლობა, გარყვნილება, გახსნილება და ღმერთმა სასჯელად ქართველებს მოულინა ჯერ ჯალალედინი, 100,000 ქართველი სისხლი დაიღარა ამ დღეს
შემდეგ მონგოლთა ბატონობა, მაგრამ ქართველები ჭკუაზე მოსვლას არ აპირებდნენ, არ მოდიოდნენ პირიქით. გაგიჟდნენ უფრო, გახელდნენ. და ღმერთმა 1254 წელს დაუშვა უდიდესი მიწის დრო საქართველოში. მემატიანი აღწერს, რომ მიწა 1 წელი ბღუდაო. ამ დროს ჩამოიქცა ვარძის 2/3, რაც არის დარჩენილი, ეს არის 1/3 ვარძის დიდებიდან. 2/3 მიწის დრო დაანგრია. დაინგრა მთელი საქართველო, მაშინ უამრავი ტაძრები დაინგრა. ხალხი უამრავი დაიხოცა. 1 წელი მიწიდან შავი კვამლი ამოდიოდა და ბღუოდა მიწა. მიზეზი ქართველების უზნეო ცხოვრება. გარყვნილება, სიამტკბილობა და უზნეობა. ნახეთ, როდესაც ქართველები არასწორ ცხოვრებას იწყებდნენ, პირველად ღმერთი რას აკეთებდა? ჯერ გამოუვლენ და ხილულ მტერს. ჯალალედინის სახით, მონგოლების სახით. ჭკუაზე რო არ მოდიოდნენ, მერე პირდაპირ ან მიწის დროები, ან დიდი კატაკლიზმები აწყდებოდა ქვეყანას. ეს ცოტა ხანი დააფიქრებდა. დაახლოებით ამ ეტაპზე ვდგევართ ეხლა მე, რასაც მე უყურებ. არა მარტო მე ვიძახი ამას. ქვეყანა მიექანება გარყვნილების უფსკრულისკენ. მამათმავლები დაწინაურდნენ. მეძავობა აღარ ცხვენიათ. პირიქით. წინა პლანზე არიან წამოსული მეძავები. ყოველდღე ტელევიზორში ხედავთ მათ. ლაპარაკობენ გარყვნილებაზე, იცინიან, ლაღობენ და ერთგვარი ტონის მიმცემები არიან სხვა ახალგაზრდებისაც. ანუ გარყვნილებისკენ უბიგძგებენ თავიანთი საქმეებით, თავიანთი ქადაგებით. ეხლა უცოდველი ვინ არის? უცოდველი არავინ არ არის. ქრისტესთან როდესაც ქალი მოყავთ, რომელმაც ქმარს უღალატა და ქვებით უნდა ჩაქოლო, მათ ხო ეუბნება პირველი ქვა იმანეს როლსო, ვისაც უცოდვა არ ჩაუდენია. და თქვენ გახსოვთ, რომ არავინ ქვა არ დაკრა ამ ქალს. ადამიანი ცოდვას ჩავდივართ უამრავ ჩვენთაგან ცოდვები აქვს ჩადენილი, მაგრამ ამას ვალავთ ჩვენ და ცხენია კაცო. მე რაღაცა პერიოდი გადის, ნანოთ ეს რა გავაკეთე, ღმერთო მაპატიეს რატო გავაკეთე. დღეს კი პირიქით ხდება გარყვნილების ლეგალიზაცია. ანუ ქალი არ გარყვნილი და კი არ მალავს, რომ მეძავია. უხარია რომ მეძავია. და ამაში ფულს იღებს. ყოველდღე ტელევიზორშია. და იქიდან მოუწოდეს პირდაპირ ახალგაზრდებს მოწოდება, აბა სხვა რა ქვია, წახალისებას ესეთი უზნეობისა. და ნახეთ როგორ მეორდება ისტორია, დავკარგეთ ტერიტორიები, რატო? აფხაზებმა წაგვართვეს, ოსებმა წაგვართვეს, რუსებმა წაგვართვეს, სომხებმა წაგვართვეს. ღმერთმა ჩვენი ცოდვების გამო დაუშვეს ყველაფერი. ესე იწყებოდა ჯალალედინის შემოსევაც, ეს კიდე ღმერთო ბოლომდე არ გაგვიმეტა ისე. თუ ჭკუაზე არ მოვალთ, რაც იაპონიაში მოხდა და ტაილანდში და რაც 1254 წელს მოხდა საქართველოში, ეს დაგვატყდება თავს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ მის ქვეყანაში გარყვნილება მიზეიმოს. ესეთი რამე არ მომხდარა. დედა ღვთისმშობელი ამას არ დაუშვებს. ისევე როგორც უფალმა იცოდა, რომ ჯობდა წარღვნის დროს უფლის განჩინებით, უფლის გადაწყვეტილებით შეწყდა ცხოვრება დედამიწაზე. რადგან იცოდა, რომ ამ ხალხის გამოსწორება აღარ იქნებოდა, აი სანამ ამ კონდიციამდე მივალდა, სანამ უფალს განვარისხებ, ჯობია გავჩერდეთ. როგორც ნინევიამ შეინანა, ნინევიას იგივე სასჯელი ელოდა, რაც სოდომს და გომორს. ნინევია ქალაქი იყო, ესეთივე გარყვნილები ცხოვრობდა, როგორც სოდომი და გომორი. უზნეობა მიაღწია მწვერვალს. და ღმერთმა გადაწყვიტა, გამოუტანა განაჩენ ნინევიას სასჯელს, ისეთივე როგორც სოდომს და გომორს. მაგრამ გააგზავნა თავის წინასწარმეტყველი იონა და უთხრა, წადი იონა, გააფრთხილე ეს ქალაქები, რომ ჭკუაზე მოვიდნენ. თორე დავჯი როგორც სოდომი და გომორი, როგორც წარღვნა. მივიდა იონა წინასწარმეტყველი, უქადაგან ნინევიელებს მივიდა მეფესთან და უთხრა, ღმერთს გადაწყვეტილია თქვენი ქალაქის დასჯა. ნინევიელებმა დაიწყეს გლოვა, ტირილი, ბოდიშის მოხდა, სინანული ღვთის წინაშე მეფემ თავზე დაიყარა ნაცარი, დაიწყო მარხვა და მისი შემხედარება მთელმა ქვეყანამ დაიწყო მარხვა და ღმერთმა ნინევის სასჯელი გადადო. ნინევიამ კიდე 20 საუკუნე იარსება დაახლოებით, შუა საუკუნეებში დაეცა ეს ქალაქი. ჩვენ თუ არ შევინანეთ, ღმერთი გაგვანადგურებს საერთოდ. ჩვენ კი არა.
რჩეული ერი ისრაელი არ დაინდო უფალმა. ღმერთმა ზესაში თავისი ანგელოზი ნათლით შემოსილი. ნათლის ანგელოზი არ დაიწო, ცოდვის გამო იგი ზეციდან გადმოაგდო. ადამის 64-დან გამოაგდო. ისრაელი რჩეული ერი, რომელიც ღვთის რჩეული ერი იყო, მაგრამ ურჯულოების გამო და ამპარტავნების გამო მათ ვერ მიიღეს მესია და ჯვარზე გააკრეს მესია, დასაჯა. ახსოვთ რამხელა დევნაში იყო 2000 წელი ისრაელი. რა დღეში ყავდათ ებრაელები 2000 წელი. ღმერთმა კონსტანტინოპოლი არ დაინდო და მსოფლიო იმპერია დასცა მიწასთან გაასორა. რუსეთს რა უკნა 917 წელში. მათივე უზნეობის გამო, იქ მყოფი სასულიერო პირების არასწორი ცხოვრების გამო. და როგორ ფიქრობთ, ღმერთი ჩვენ გვაპატიებს ამას? და რატომ უნდა გვაპატიოს? თუ ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით ღმერთის წინაშე, თუ არ შევწყვიტავთ ესეთ გარყვნილებას და ესეთ ზნედაცემულობას. თუ ფიქრობთ, რომ სხვის იჭირი ზღობე ჩხირიო და იქ იაპონიაში მოხდა ჩვენთან არ მოხდებაო. აქ უფრო კატასტროფული შედეგები შეიძლება მოხდეს. ამიტომ ჩემო საყვარელო ძმებო, ეკლესია ამიტომ არის შეშფოთებული ყოველთვის უზნეობის გავრცელებაზე. ამიტომ არის სასულიერო პირები ყოველთვის ხმამაღლა ყვიდიან, რომ ეს არ შეიძლება. ეკლესია ხმამაღლა ამბობს შეწყვიტეთ უზნეობა, მრუშობა და ამბობს ეკლესიას დასცინიან, ეუნებიან ეს ბნელებით ის მოციქულები, ეს შავრაზმელები, ეს ჩამორჩენილები, ეს სექსუალურ უმცირეთობათა ჩაგვრელები. ჩვენ კი არ გვძულს, თქვათ იგივე მამათმავლები და იგივე მეძავები, ჩვენს ხალხი გვეცოდება. და ყველაზე მეტად გვეშინია, რომ მათ თუ არ შეწყვიტეს თავიანთი უზნეობის ქადაგება და გავრცელება, როგორც ბაცილა მოედება ხოლმე მიკრობი მთელ ორგანიზმიდან, მთელი ორგანიზმი დაავადდება და ლოგინად ჩავარდება ხოლმე. ეს თუ არ გავაგებინეთ მათ, რომ ეს არ შეიძლება და შეინანეს, მთელ ქვეყანას თუ მოედოს, დავიღუპებით. აი ეს გულის ტკივილი მალაპარაკებს, მე და ეს გულის ტკივილი ალაპარაკებს ქრისტეს და ეკლესიას. ამიტომ როგორც მინდა იოანე ნათლისმცემელი ამბობდა დღეს მისი თავის პოვნის ხსენების დღე არის. შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა. და თუ არ შევინანებთ და ღვთის ამოწოდებას თუ არ მოусმენთ, მე ჩვენ თავს დავაბრუნებთ. ჩვენ შეგვიძლია ვიცინოთ როგორც ნოეს დასცინოდნენ, როცა ეს კიდობას აშენებდა. შეიძლება სოდომა და გომორელებით გავხელდეთ და პირდაპირ ღვთის შეურაცხყოფა დავიწყოთ და ეკლესიის გინება დავიწყოთ. მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, თუ ჭკუაზე არ მოვხდეთ. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი მოაქციოს სინანულად, დააყენოს სწორი ცხოვრების გზაზე და ღმერთმა ჩვენი ეკლესიის ლოცვები ჩვენი ქვეყანა დაიფაროს და გადაარჩინოს. ღმერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთი შეგვეციოს, რომ მთელი ჩვენი დარჩენილი ცხოვრება სინანულით და ღვთის ცნებათა აღსრულებით გავვლოთ. თორე გაგახსენებთ, როგორც პავლე მოციქული ახსენებდა და ეპისტოლეში წერია, ღმერთმაო, ისრაელი არ დაინდო ზეთის ხილის რტოებიო და ზეთის ხილზე დამყნობილებს რაღაც უზავს. ანუ ზეთის ხილი რჩეული ხე არ დაინდო ისრაელმა. ღმერთმა ისრაელი და ზეთის ხილზე რომ დაამყნობ, თუ ისტორად არ მოიქცე იმას რაღა მოვა იმ ნამყენს. ეს უფრო არ გახდება? აი ზეთის ხილზე დამყნობილები ვართ ჩვენ. ახალი ისრაელი, ანუ მართლმადიდებლებიც. ღმერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა დაგლოცოთ.